დილამშვიდობის უყურებთ ქრონიკას 11 საათზე მე ხატია ქვათაძე ვარ. $2020 წელს პირველი ქართული ელექტრომობილი შეიქმნება. ესტონეთში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა. საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება. მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ჩანგანი ქარხანას ქუთაისში ააშენებს. წარმოების 50% შიდა ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, ნაწილი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანა 4 მოდელის ავტომობილს გამოუშვებს და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. დღეს ჩვენ წარვადგენთ პროექტს, რომელიც არის კონკრეტული მაგალითი და ამავე დროს გარანტი იმისა, რომ საქართველოს იქნება წარმატებული ქვეყანა 21 საუკუნეში და საქართველოს იქნება წარმატებული მაღალ ტექნოლოგიურ სექტორში. მაშინ ასე მეგობრებო, მე მინდა დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის Volvo, Volkswagen, Ford, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც. ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მე მინდა ქუთაისლებს მიულოცო ეს დიდი ამბავი. პროექტი car sharing მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ავტომობილის გაზიარება, ანუ ავტომობილები იქნება განთავსებული ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ქუჩებზე და ეს იქნება ელექტრომობილები. ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილები. და ნებისმიერ ადამიანს ელემენტარულად smartphone-ის საშუალებით უნდა გადმოიწეროთ შესაბამისი აპლიკაცია და ამ აპლიკაციის მეშვეობით გექნებათ შესაძლებლობა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა უბანში აიყვანოთ ავტომობილი, იმგზავროთ და შემდეგ ნებისმიერ ადგილზე გააჩეროთ და ჩააბაროთ. დედაქალაქში სხვადასხვა ქუჩებზე განთავსდება ეს დამტენი აპარატები, რომელიც დატენის ამ ავტომობილებს და ელექტროენერგია იქნება მიღებული ზუსტად მზის პანელებისაგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ საუბარი არის მწვანე პოლიტიკაზე, მწვანე ენერგიაზე. დღეს მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ეგრეთ წოდებული შავი ზღვის პაკეტის მნიშვნელობა საქართველოსათვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაბათის ქრონიკაში განმარტა. ეს ის შეთანხმება, რომელიც ალიანსის საიუბილეო მინისტერიალზე გაფორმდა. ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას აძლიერებს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე უფრო მეტად იზრუნებს. დავით ზალკალიანის თქმით, ეს შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის დაფასებაა. ის გამოწვევები კი, რაც რეგიონში არსებობს, სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ ეს ერთობა, ყველა მინისტრი იყო ერთიანი ამ პოზიციაში, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა, სწორედ ამ კონტექსტში, რომ ეს ურთიერთობები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებია, ეს არ არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს არავის არ დასხმია თავს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, ჩვენ ამიტომ სურს ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება. იმისთვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც გამომდინარეობს რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან.
თბილისის მერს მიაჩნია, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახალ რეგულაციას აპროტესტებენ, ლეიბორისტულ პარტიას შეჰყავს შეცდომაში. კახა კალაძისათვის მათი უკმაყოფილების მიზეზი გაუგებარია. პერმანენტული აქციები მძღოლების ნაწილმა სწორედ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად დაანონსა. მათთვის მიუღებელია რეგულაცია, რომლის თანახმად ავტომობილებს თეთრად გადაღება მოუწევთ. ამას გარდა იმ ნორმის გაუქმებასაც მოითხოვენ, რომლითაც მარჯვენა საჭიანი მანქანებით მომსახურება აიკრძალება. რასაც სოციალურ და ფინანსურ დატვირთვას უკავშირებდნენ ეს ადამიანები, არაფერი არ არის ეგეთი. გადაღების ხარჯები იყო, მათ არაფერი, არც ერთი თეთრი არ აქვს გადასახდელი. თუ გადაღებაა პრობლემაა, კი ბატონო გადავაგრათ, ესეც არ არის ჩვენთვის პრობლემა. ანუ არანაირი ხარჯი მათ არ აქვს. პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მოიღო დაკავებულს პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით კი რუსთავში წარსულში ნასამართლები მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბრალდებული კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს სახელით ფულს ზალავდა. თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ქონების განადგურებით, ასევე კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა. სამართალდამცველებს დაზარალებულმა მიმართა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. სცემათ ვარა 14-მა სასულიერო პირმა რუსთავის ეპისკოპოსის რეზიდენციაში ბერი გაბრიელი. რა მოხდა ეპარქიის სატრაპეზოში 26 მარტს, სწორედ ამას არკვევდა იმედის კვირის ჟურნალისტი ვარლამ ციკლაური. ასევე დღეს საღამოს 9 საათზე გადაცემაში ნახავთ მეუფე იოანეს პოზიციასაც. გამგლევა მივიდა უთხეს რა შესაძლოა. კიდევ ერთი რეპორტაჟი, რომელზეც იმედის კვირა მიმუშავა. ყოფილი პრეზიდენტი პასუხისმგებლობას იხსნის. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არაფერი იცოდა იმ დანაშაულებების შესახებ, რომელსაც მისი ხელისუფლების დროს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. არ ენდობა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ციხეებში პატიმრებს სხვა ქვეყნებშიც აწამებენ. ყოფილი პრეზიდენტის შეცვლილი წარმოდგენა დემოკრატიაზე, რას არ აღიარებს, რა დაავიწყდა და ვის რას აბრალებს. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამნეზია, ასე დაარქვა იმედის კვირამ რეპორტაჟს, რომელსაც ასევე დღეს საღამოს ნახავთ. და კიდევ ერთი რამ, რასაც გაიგებთ საღამოს 9 საათზე, რას ეძებენ ქართველი და იორდანელი არქეოლოგები შიხანის ტერიტორიაზე. ასევე იმოგზაურებთ 2000 წლის წინ კლდეში გამოკვეთილ ქალაქში. პეტრაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომლის სანახავად სხვადასხვა ქალაქიდან აქ 8 მილიონი ტურისტი იკრიბება ხოლმე. ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი დღეს საღამოს. და უცხოეთის სიახლეებით განვაგრძოთ გამოშვება. ესტონეთში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა სამმა პარტიამ, ცენტრისტულმა, პოპულისტურმა, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ და პოლიტიკურმა ძალამ მამულმა შეთანხმებას მიაღწიეს. კოალიციაში მოხვდნენ მემარჯვენეებიც და ამ შეთანხმების თანახმად ცენტრისტულ პარტიას 4 მინისტრი ეყოლება, მათ შორის არის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის. ასევე თანხმდებიან იმაზეც, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს. ესტონეთში მთავრობა 4 აპრილს გადადგა. კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთისა და სხვა უცხო ქვეყნის ძალების ჩარევის საფრთხე არსებობს. ბოლო წლებში ვიხილეთ დემოკრატიულ პროცესში უცხოეთის ძალების ჩარევის ან კავშირის მზარდი ტენდენცია განაცხადა ტრიუდომ და აღნიშნა, რომ კიბერ იერიშების თავიდან აცილების მიზნით კანადის შესაბამისი უწყებები სათანადო ზომებს მიიღებენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა. მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებას ხელს 20 შტატის მთავრობის წარმომადგენლები აწერენ. ინფორმაციას ნიუ-იორკის პროკურორი ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის წევრების პროტესტი პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისათვის ფედერალური ბიუჯეტიდან $1.6 მილიონი დახარჯვა იგეგმება. ირანის ლიდერი აცხადებს, რომ ერაყის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების ყოფნას საზიანო შედეგი აქვს. აიათოლა ხამენეიმ ბაღდადს მიმართა და მთავრობის წევრებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაატოვებინონ ამერიკელ სამხედროებს ქვეყანა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ბრექსიტი შესაძლოა ვერ შედგეს. თერეზა მეი ამის მიზეზად მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტს შორის ასახულ აზრთა სხვაობას ასახელებს. პრემიერის აზრით, კომპრომისს, რაც უფრო დიდი დრო დასჭირდება, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა მოახერხოს. ლიბიის 4 რაიონში მეამბოხეებსა და ტრიპოლის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. ამბოხებულებს არმიის გენერალმა დედაქალაქის შტურმის აღებით ბრძანება მისცა. 2011 წელს კადაფის მთავრობის გადაყენების შემდეგ ქვეყანაში ორი მმართველობა შეიქმნა. ტრიპოლისა და ქვეყნის დასავლეთ მხარეს ხელისუფლება აკონტროლებს, აღმოსავლეთსა და სამხრეთ ტერიტორიას კი 2014 წელს არჩეული ტობრუკეს მთავრობა. ინგუშეთის დედაქალაქში 8 აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციის საბჭოს მეთაური. ბაგაუზინ ხატუევსა და მის მხარდამჭერებს პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საქართველოს კი როგორც ყველა მართლმადიდებლური ეკლესია, აქაც ყველა წმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობთ. ეს ქრისტიანებისათვის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. პატრიარქი აღავლენს წირვას სამების ტაძარში, საიდანაც მანანა გაბელია გვერდება. ხარება არის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული, რომელსაც სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება. საღვთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ ხარების ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ძალიან ბევრი ადამიანია ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილი და ისინი უკვე წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის ქადაგებას ელოდებიან. იხაროდნენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ასე ახარა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს და ღვთისმშობელთან ერთად მთელ კაცობრიობას ახარა, რომ მოევლინებოდა მესია, მაცხოვარი და გამოიხსნიდა ადამიანის შეწოდებას. ადამი მოგეხსენება, როდესაც შეეცოდა 60-დან იქნა განდევნილი და იქვე აღუთქმა ღმერთმა, რომ მესია მოევლინებოდა ამ ქვეყნიერებას. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს გაგახაროთ, გაგამრავლოთ უფალმა უდიდესი დღესასწაულია და განსაკუთრებულად აღნიშნოთ ამ დღეს ჩვენს ოჯახში. ხარება ერთ-ერთი დღესასწაული აღდგომის მარხვაში, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო ტრადიციულად 7 მარტს აღნიშნავს და ეს დღე მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია. მადლობა, ეს მანანა გაბელია იყო და გამოშვების ბოლოს სპორტი. ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს медаლი მოიპოვა. ლუკა მაისურაძემ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებას ანტალიის გრან-პრიზე მიაღწია. მისი მეტოქე ნახევარფინალში რუსი ხასან ხალმურზაევი იყო, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ლუკამ მას ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა და ანტალიის გრან-პრიზე საქართველოს პირველი ოქროს медаლი მოუტანა. ჩვენს ნაკრებს ანტალიაში 1 ბრინჯაოს და ახლა უკვე 1 ოქროს медаლიც აქვს. Yeah, but you never know, you know, they can change it for Vasari. I think it was still ეს ყველა სიახლეს გაიცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში, შევხვდებით 14 საათზე დროებით.